გასული კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოვლენები. თამამის შეფასება, განსხვავებული კომენტარი. მოусმინეთ თეონა გეგელიას და მისი სტუმრების სუბიექტურ აზრს გადაცემაში ორშაბათი თეონა გეგელიასთან ერთად. რადიო იმედის პირდაპირ ეთერში. ორშაბათი თეონა გეგელიასთან ერთად. გამარჯობა, თქვენ უსმენთ რადიო იმედს ტალღაზე 105 და 9 და გადაცემას ორშაბათი, რომელიც მიმყავს მე თეონა გეგელიას. ყოველი კვირის დასაწყისში თქვენ უსმენთ გადაცემის სტუმრების მოსაზრებებს გასული და ახალი კვირის ყველაზე აქტუალურ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ თემებზე. რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხი ეს არის ბათუმის მოვლენები, რომელიც ასე ვთქვათ, ისეთი სერიოზული დისკუსიის თემა. ბათუმში 11 მარტს დაიძაბა ვითარება საღამოს ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტისას. პოლიციამ დააკავა 2 მოქალაქე, მას შემდეგ, რაც პატრულის თანამშრომელმა ერთ-ერთი დააჯარიმა, რასაც იყოფ მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის მოყვა დაპირისპირება. მოგვიანებით პოლიციამ, ასე ვთქვათ, სხვა ქუჩაზე მიმდინარე აქციის დროს კიდევ 4 პირი დააკავა, მე რეაქციის მონაწილეებმა გადაინაცვლეს აჯარის პოლიციის სამმართველოს შენობასთან, სადაც გავრცელებული ინფორმაციით მათ სადეს სამმართველოს ტერიტორიაზე შეჯრა და სახელმწიფომ გამოიყენა სპეცნაზი. როგორ დაიწყო და განვითარდა მოვლენების შემდეგ, ეს არის ასე ვთქვათ, მთავარი განხილვის თემა, როგორ მოიქცა სახელმწიფო 11 მარტს. არსებობს 2 ასე ვთქვათ შეხედულება, ბოლოს ყველა ჩამოყალიბდა იმაზე, რომ ის როგორც იქცეოდნენ ასე ვთქვათ აქციის მონაწილეები, ეს იყო მიუღებელი, თუმცა სახელმწიფოს საქციელის მიმართ ასე ვთქვათ ქმედების მიმართ არსებობს ორგვარი დამოკიდებულება. ერთნი მას უთვლიან სისუსტეში 11 მარტს მოქმედებას, ხოლო მეორენი კი ასე ვთქვათ სირბილეში ადეკვატურობაში. ჩვენი სტუმრები დღეს იქნებიან ჟურნალისტები ია ანთაძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მრჩეველი და შორენა შავერდაშვილი, ლიბერალის დამფუძნებელი, ის იქნება მეორე ბლოკის სტუმარი. ია, დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ელონა, მოგესალმები, დიდი მადლობა პირიქით მოწვევისთვის და მივესალმები ჩვენს მსმენელებს. 2011 წლის 26 მაისის შემდეგ სახელმწიფოს აქციის დასაშრელად არ გამოუყენებია სპეცრაზმი. ამიტომ ბათუმის მოვლენები ამ თვალსაზრისითაც იყო საინტერესო, ვიდრე სპეცრაზმის ასე ვთქვათ მოქმედებაზე ვილაპარაკებთ. მაინც საინტერესო, ეს იყო სპონტანური აქცია, რომელსაც ჰქონდა საფუძველი, შენი აზრით, თუ მხოლოდ პოლიტიკოსების მიერ რაღაც ინსპირირებული, ამაზეც არის ასე ვთქვათ დავა, რომ იყო რეალური უკმაყოფილება, რომელიც შეიძლება შემდეგ პოლიტიკოსებმა გამოიყენეს, ასე ჩანს შენთვის ეს თუ როგორ არის ასე ვთქვათ, ანუ თვითონ პროცესს აქციის როგორ უყურებ? მე ბევრი ინფორმაცია არ მაქვს დამატებით, ანუ ვიცი მხოლოდ ის, რაც საჯარო სივრცეში ვრცელდება და მე ვფიქრობ, რომ სწორედ იქიდან გამომდინარე, აი კერძო პირების პოსტები Facebook-ზე რაც იყო, ნამდვილად მგონია, რომ ბათუმში ბოლო პერიოდში ცდილობდნენ, რომ მოიწესრიგებინათ ერთ-ერთი ურთულესი პრობლემა, რაც არის საცობების და პარკირების პრობლემა. ამას მოსახლეობის ნაწილი ხვდებოდა ნამდვილად კმაყოფილებით, იმიტომ რომ ისინი წერდნენ ბოლო პერიოდის განმავლობაში, რომ ბათუმში ბევრად უკეთესად იყო დაცული მოძრაობის წესები, როგორც ქვეითებისთვის, ასევე მძღოლებისთვის, მაგრამ მეორე მხრივ ამ პროცესს მოყვებოდა უკმაყოფილების ტალღა, იმიტომ რომ საკმაოდ მკაცრი მეთოდებით პატრული ცდილობდა, რომ ახალი წესრიგი დაემყარებინა ქალაქში და როგორც ჩანს, იქ შემთხვევაში ეს იყო ჯარიმები და მაღალი ჯარიმებიც კი მათ შორის. ამიტომ ის, რომ ბათუმის მოსახლეობის ნაწილს ჰქონდა უკმაყოფილება პატრულის ახალ ქცევასთან დაკავშირებით, ეს ჩემთვის არ იწვევს, დიახ, და ამიტომ კი ბატონო, სხვა შორის გუში თქვენს ტელევიზიაში ან ტელეკომპანია იმედში ვუსმენდი მე შეაგესაქმეთა მინისტრის პასუხს ამ კითხვაზე, რომ სხვა არ იქცეოდა წინა დღეებში
ბათუმში და წინა პერიოდში განმავლობაში პატრული ბევრად უფრო მკაცრად ვიდრე სხვა დროს და მინისტრმა მე მგონი პირდაპირ პასუხი არ გასცა, იმიტომ რომ ამბობდა რომ პატრული იქცეოდა კანონის შესაბამისად და ეს მისი პასუხი მე კიდე მიდასტურებდა ჩემს ეჭვს და ჩემს ცოდნას რომ დიახ პატრული იქცეოდა უფრო მკაცრად, მაგრამ კანონის ფარგლებში რასაკვირველია, რასაც ჰქონდა კიდე შედეგი იმ მხრივ რომ ბათუმში მოწესრიგდა მდგომარეობა თქვათ მოძრაობის წესების კუთხით და საცობის კუთხით. ასე რომ საფუძველი ადამიანებს უკმაყოფილებისთვის ჰქონდათ ისევე როგორც კმაყოფილებისთვის, მაგრამ ის რომ თქვათ შემდეგ ეს კერძო შემთხვევა გადაიზარდა ძალიან დიდ დემონსტრაციაში და ნუ იმაში რაც ჩვენ ნახეთ ყველა მესად, ამაში რა თქმა უნდა უკვე იყო გარკვეული წილი წინასწარი მზაობის და აქ იყო უკვე ორგანიზებული პროტესტი და დაუშვათ ის ადამიანები რომლებიც შემდეგ წვავდნენ ფაქტობრივად ქალაქს, რა თქმა უნდა ისინი არ იყვნენ მოტივირებული პატროლის ქცევით და მათთვის თავარი მოტივაცია უბრალოდ არ შეიძლება და ყოფილიყო ის ქვითარი რომელიც პატრონმა გამოუწერა კონკრეტულ ადამიანს. ია, შეიძლებოდა თუ არა თავიდან აცილება ამ აქციის ეხლა მე ბოლო დღეებში ასე ვთქვათ მესმის რომ ის ხალხი ვინც საბოლოო ჯამში სავარაუდოდ გამოიყენა ეს უკმაყოფილება თავისი მიზნებისთვის იმისთვის რომ შემდეგ კარგად აერია ასე ვთქვათ ბათუმში სიტუაცია ისინი რამდენიმე დღით ადრე 4 მარტის 3 მარტის სტატუსები ვნახე მე Facebook-ში ცდილობდნენ ასე ვთქვათ გამოეწვიათ ეს რაღაც უკმაყოფილება ორგანიზებულად აქციებისკენ მოუწოდებდნენ ამიტომ ისმის ძალიან ბევრი საყვედური მაგალითად უსაფრთხოების სამსახურის მიმართ რომ რასაკეთებდნენ ისინი როდესაც საჯაროდ ადამიანები მოუწოდებდნენ რაღაც გამოსვლებისკენ და ასე ვთქვათ ძალადობისკენ კიდევ ერთია ასე ვთქვათ პატრული გარდა იმისა რომ ესე ასე ვთქვათ გაამკაცრა ქმედებები ბათუმში იქ დაინიშნა ახალი ხელმძღვანელი როგორც მე ვიცი და იქ ისმოდა ასე ვთქვათ ძალიან უსიამოვნო შეფასებები თითქოს აჭარლების მიმართ იყო რაღაც სხვაგვარი ასე ვთქვათ არასწორი დამოკიდებულება და ასე შემდეგ ანუ უსაფრთხოების სამსახური იყო თუ არა თავის სიმაღლეს და შესაძლებელი იყო თუ არა შენი აზრით როდესაც საჯაროდ ასე ვთქვათ ვიგებდით ამ მოწოდებების შესახებ ამის თავიდან აცილება ზოგადად მე არა მაქვს სუსტი პასუხი ამ კითხვაზე, იმიტომ რომ ეს ძალიან რთული კითხვაა. ხა ერთი მხრივ ჩვენ თქვათ რუსთავი ორის საქმესთან დაკავშირებით ბევრჯერ მოგვისმენია ასეთი შეფასებები, რომ დიახ ჩვენ არ დავიხებთ უკან, ჩვენ ვიბრძოლებთ ასე ისე და ასე შემდეგ და მათ შორის რევოლუციური მოწოდებები, მაგრამ ეხლა ეს თუ რეალურ ქმედებაში გადაიზრდება, მე ვისაუბროთ იმის შესახებ, რომ ამის თავიდან აცილება იყო თუ არა შესაძლებელი, მე არც მაშინ არ ვიქნები მზად ამ კითხვაზე კვალიფიციური პასუხისთვის. ადამიანებს აქვთ უფლება ასეთი მოწოდებების მიღება. დიახ, ჩვენ ისე დროში ვცხოვრობთ, სადაც ამ ტიპის მოწოდებები ისმის და თქვათ ლამის ჩვეულებრივ ამბად მიგვაჩნია და ასე რომ ახლა ასეთი მოწოდებების საფუძველზე უნდა იმუშაოს და უშუალოდ სპეციალურმა სამსახურებმა თუ მათ თავის დღის წესრიგი უნდა ქონდეს და თავის დღის წესრიგით იმუშაონ, ახლა ეს არის კითხვა, რომელზეც მე არ მაქვს კვალიფიციური პასუხი. ფაქტი არის, რომ მე დავწუნდი ერთ ამაში, რომ სახელმწიფოებრიობა ჯერ კიდე ჩვენთან არის ძალიან მყიფე. ანუ მაგალითად გუშინ ვფიქრობდი, რომ აი რაღაც არნახული მასშტაბი მიიღო კერძო შემთხვევა ბათუმში და აი გუშინ მაგალითად საღამოს თბილისში იყო საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი, რაგბი იყო და ვიცი თუ ამრავი მაყურებელი ესწრებოდა და აი მე ჩემთვის ვფიქრობდი, რომ აი მაგალითად სპეციალურმა სამსახურებმა ეხლა განსაკუთრებულად ყურადღებით უნდა იმუშაონ თუ არა, რომ ბათუმის ამბებს რამე გაგრძელება არ კონდეს კი მაგას მეც ვფიქრობდი. უკვე ყველაფერი იწევს ასეთ კითხვებს, იმიტომ რომ უცებ აღმოჩნდება, რომ ერთი კერძო შემთხვევა, რომელიც შეიძლება არაფერში არ გადაზრდილიყო და ესეთ შემთხვევაში დღეში რამდენიმე ხდება, შეიძლება მივიდეს იქამდე, რომ ადამიანების და სულად უდანაშაულო ადამიანების ხდა იღوارოს და ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი საზოგადოებას და სახელმწიფოც არის განვითარების იმ ეტაპზე, სადაც ყველა ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოს და აი რატო აი ეს შიში რატომ გაქვს აი მე ხა მივდივართ იმ შეკითხვამდე, რაც ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია.
ყველგან ხდება ასეთი რამ. და ჩვენ გვინახავს ევროპის დედაქალაქებში საშინელი აქციები, მერე სპეცრაზმის ადეკვატური ქმედებები და ეს ამბავი ასე ვთქვათ მთავრდება ისე როგორც მთავრდება, ანუ არაფერში არ გადადის ამ სახელმწიფოებრიობას არ ექნება ხოლმე პრობლემა. აი რატო გაქვს ეს შიში? ჩვენ გვაქვს ძალიან მძიმე გამოცდილება და არ ვიცი ხა სწორად ჩამოვაყალიბებ თუ არა, ჩვენ გავიარეთ ეტაპი, როდესაც თვითონ სახელმწიფო იყო თავის მოქალაქეების წინააღმდეგ და იყო ძალიან არასტაბილური ეს სახელმწიფო და ეხლა გვაქვს შემთხვევა, როდესაც მოქალაქეები არიან უფრო აქტიურები სახელმწიფოს წინააღმდეგ, ეხლა აი მაგალითად ბათუმის შემთხვევას უბრუნდები და აღმოჩნდა, რომ სახელმწიფო იყო ძალიან სტაბილური და მყარი და სახელმწიფო არ გამოიყენა ეს შემთხვევა, რომ თვითონაც გამოსულიყო თავის მოქალაქეების წინააღმდეგ. ანუ ბევრად მძიმე არის ქვეყანაში მდგომარეობა, როდესაც სახელმწიფო ებრძვის თავის მოქალაქეებს და ებრძვის არა ლეგიტიმური გზები და ებრძვის ძალადობრივი მეთოდებით, ხო? და როდესაც მოქალაქე ებრძვის სახელმწიფოს წინააღმდეგ, ეს გზა ჯერ ჩვენთვის ახალია, ასე ვთქვათ და შაშიშით უყურებთ, რომ თუ სახელმწიფო ამას გამოიყენებს თავის ძალის დემონსტრირებისთვის და თუ სახელმწიფო ამას გამოიყენებს თავისი უფლებების გადაჭარბებისთვის, მაშინ ძალიან მძიმე შედეგებამდე მივალთ და ჩვენ მთელი მასა ბევრი წელი ამ არასტაბილურ სიტუაციაში გამოვიარეთ, როდესაც ადამიანი ჩვეულებრივ მიდიოდა სადღაც მიტინგზე თავის პროტესტის გამოსახატად და არავინ არ იცოდა ეს დაბრუნდებოდა თუ არა ცოცხლად. იმე 26 მაისი როგორც ისეთი ყველაზე გამოყოლილი გვაქვს და ეს შიშები ჩვენ კიდევ დიდხანს გვექნება და ჩვენმა სახელმწიფომ ალბათ კიდე წლობით და ათწლეულობით უნდა გვიმტკიცოს, რომ ჩვენ ცხოვრობთ იმ ქვეყანაში, სადაც ჩვენი სახელმწიფო შიში არ უნდა გქონდეს ჩვენ და მისი ძალადობრივი ქმედებების მოქალაქეების და თუნდაც ასეთ პროცესებს არაფერი განსაკუთრებული არ მოყვება, ხო? ესე იგი უნდა ვაღიარო, რომ ძალიან კმაყოფილი დავრჩი გამთენიისას, როდესაც ასე დასრულდა ყველაფერი. დღეს ბევრი ამბობს, რომ ძალიან სასიამოვნო მოსასმენი იყო, როდესაც სპეცრაზმელები და პოლიციელები სგანისმოდა ასეთი სიტყვები, რომ არცემოთ, ხელი არ დააკაროთ, მშვიდად ჩასვით, ასე ვთქვათ, მანქანაში. ეს იყო მართლაც კარგი მოსასმენი. ანუ სისუსტე თუ ასე ვთქვათ, პირიქით ცივილიზებული მიდგომა. შენი ლაპარაკიდან მე მივხვდი, ძალიან ცდილობენ ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტები წარმოაჩინონ ეს სისუსტეთ. ის როგორც იქცეოდა სპეციალისტი. ხო, უგნი მაგალითად დირექტორმა რუსთავიორის თქვა, რომ სპეციალიზმი იმისთვის არის, რომ ესეთი კარგად გამოიყენოს, ასე ვთქვათ, ძალა და ამის სისხლისგუბეები დააყენოს, რაღაც ასეთი შინაარსი ზუსტად ასე არ უთქვამს, მაგრამ რაღაც ასეთი შინაარსის ტექსტი. სპეციალიზმი ყოფილიყო უფრო მეტად აგრესიული და დაუშვათ არ ემოქმედა ისე ფრთხილად, როგორც მოქმედებდა, მე რაც იტყოდა რუსთავიორის დირექტორზე, იტყოდა სხვა ადამიანები, ხა შეგვიძლია ადვილად წარმოვიდგინოთ, მაგრამ საქმე ეგ არ არის ვინ რაც იტყვის, საქმე ის არის, რომ მოქალაქეს უნდა ქონდეს განცდა, რომ მაშინაც კი, როდესაც თვითონ არღვევს კანონს, სახელმწიფო მას არ დაუპირისპირდება კანონდარღვევით. აი ეს არის ყველაზე დიდი სიძლიერე და სტაბილურობის გარანტი სახელმწიფოსი, როდესაც სახელმწიფო არ უპირისპირდება კანონდარღვევით მის მოქალაქეს, რომელიც სახელმწიფოს უპირისპირდება იმით, რომ არღვევს კანონს. აი ეს რომელიც იყო პირიქით, ადამიანები არ არღვევდნენ კანონს, მაგრამ სახელმწიფო არღვევდა მათ წინააღმდეგ კანონს და სახელმწიფო იცოდა ძალადობრივად. აი ბალანსი უნდა შეტრიალდეს ეხლა და თავის ესე იგი უნდა დაუბრუნდეს იმ არს, რაც არის სახელმწიფო, კი ბატონო, ძალის გამოყენების უფლება აქვს ზოგ შემთხვევაში, მაგრამ ლეგიტიმურ ჩარჩოს არ უნდა გასცეს და ჩვენ გვექნება რწმენა, რომ ჩვენი სახელმწიფო არის ასეთი, ბევრად უფრო სტაბილურ ქვეყანაში ვიქნებით ყველა და ბევრად უფრო ძლიერი სახელმწიფო გვექნება ნამდვილად. ამაში ერთი ეტაპი დარჩა კიდევ, ასე ვთქვათ, ბათუმის მოვლენები არ ამოწურულა იმ თვალსაზრისით, რომ გაგრძელება მოყვება ამას, ანუ სამართლებრივი რეაგირება. ჩვენ ვიცით, რომ დაკავებული ადამიანების დიდი ნაწილი გამოუშვეს, ზოგი ხელწერილი, ზოგზე საქმე აღძრული, ასე ვთქვათ, გაგრძელდება გამოძიება.
აი ეს ისუსტე რომ ვახსენე რისი შიშიც არსებობს ასე ვთქვათ საზოგადოებაში ვისაც მოეწონა ასე ვთქვათ სპეცრაზმელების მოქმედება იმათშიც კი რომ აი ამ ეტაპის შემდეგ ასე ვთქვათ რეაგირება შეიძლება არ იყოს ადეკვატური სახელმწიფოს მხრიდან ანუ ზედმეტი სირბილე გამოიჩინონ იმ ადამიანების მიმართ ვინც ასე ვთქვათ კანონს არ ღვევდა ბათუმში შენ როგორი ასე ვთქვათ მოლოდინი გაქვს იქნება ამ თვალსაზრისითაც ადეკვატური სახელმწიფო თუ ასე ვთქვათ გამოავლენს ამ სირბილეს რომელიც საბოლოო ჯამში პრინციპში არ არის ასე ვთქვათ კარგი მომავლისთვის ძალიან რთული კითხვა არის, როდესაც როცნება ზოგადად ახასიათებს ესეთი რაღაც მოქმედებს უკვე დარღვევებს ჩადიან ადამიანები, რომელსაც თავისი პიროვნული სახე აღარ აქვს, აი ამ შემთხვევაში სახელმწიფო ძალიან ზუსტად უნდა გამოარჩიოს ერთმანეთისგან დინარი რეალურად პასუხისმგებელი, უბრალოდ რაზეა პასუხისმგებელი, რაღაცაზე ყველა არის პასუხისმგებელი, როდესაც ხდება მონაწილე აი ასეთი მართლმადიდებლური აქტის, მაგრამ ძალიან მკაფიოდ უნდა გაიმიჯნოს აი დინარი პასუხისმგებელი სხვა პრემიერ-მინისტრმა ესეც თქვა რომ წამქეზებლებს უნდა მოვთხოვოთ ასევე პასუხი და იმ ადამიანებს რომლებიც უშუალოდ ჩადიოდნენ ამ კანონ დარღვევებს და კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს. ეხლა ის ფაქტი რომ საიდანაც მოდიოდა ტომრები რომელიც იყო ქვებით სავსე და მე ეს ქვები ადამიანების მიდიოდა და ადამიანებს ესროდნენ ხო აი ამ ტომრების მომტანი ვინ იყო და ამ ქვების შემგროვებელი რა თქმა უნდა ეს სახელმწიფოს უნდა აინტერესებდეს თუნდაც იმიტომ რომ ხვალდაზე გავიცინოთ თავიდან რაღაც მსგავსი და ამაში ხა სირბილე ნამდვილად კარგი არ იქნება მაგრამ დაუშვათ ის რომ პასუხისმგებლობა სინამდვილეში ეკისრებოდეს ერთ ადამიანს და პასუხი აგოს მეორემ არაადეკვატურად ან უფრო მძიმედ ეს ძალიან იქნება და ეს არ უნდა დაუშვათ მოკეთ ურთულესი სამუშაო შესაძლებელი და არ ვიცი როგორ გაართმევს თავს და გაძლევენ აი სპეციალური უწყებები და ნახოთ და სასამართლო დავეოდოთ და ამ პროცესზე შეგვიძლია მე რომ ვიმსჯელოთ როდესაც უფრო მეტად გამოკვეთილ სახეს მიიღებს. კარგი, ია დიდი მადლობა ია ანთაძე ჟურნალისტი საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მრჩეველი იყო ჩვენი სტუმარი ჩვენ ახლა რეკლამის დრო გვაქვს ეთერში და კიდევ ერთ ჩემს კოლეგასთან ერთად დაუბრუნდებით რეკლამის შემდეგ შორენა შავერდაშვილი იქნება ჩვენი სტუმარი. გასული კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოვლენები. თამამის შეფასება, განსხვავებული კომენტარი. მოусმინეთ თეონა გეგელიას და მისი სტუმრების სუბიექტურ აზრს გადაცემაში ორშაბათი თეონა გეგელიასთან ერთად. რადიო იმედის პირდაპირ ეთერში. ორშაბათი თეონა გეგელიასთან ერთად. ჩვენ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში ჩვენი სტუმარი არის ჩემი კოლეგა ჟურნალ ლიბერალის დამფუძნებელი შორენა შავერდაშვილი. შორენა, გამარჯობა, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. შუადღეს მშვიდობის, გამარჯობა თეონა. ია ანთაძე იყო ჩვენი სტუმარი. და მან თქვა რომ ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით ჩვენ ვართ რაღაც ახალ ასე ვთქვათ სიტუაციაში, როდესაც შევიძინეთ ახალი გამოცდილება, კერძოდ აქციის მონაწილეები არ ღვევდნენ მასობრივად კანონს, ხოლო სახელმწიფომ იმოქმედა ძალის გადაჭარბების გარეშე, ანუ კანონის ფარგლებში. და იმის გამო რომ ეს არის ასე ვთქვათ ასეთი ახალი გამოცდილება, ის პლუს არის რაღაც საფრთხის ასე ვთქვათ მატარებელი, ანუ ჩვენ შესაძლებელია ეს გზავნილი არ იყოს სწორად გაგებული ან მოქალაქეების მხრიდან, ნუ პოლიტიკოსები ხო საერთოდ თავის ინტერპრეტაციას უკეთებენ ამას. იზიარებ თუ არა შენ ამ შეფასებას, რომ ეს არის რაღაც ახალი. და ესე ვთქვათ ცოტა არასტაბილურობის განცდა გვაქვს იმ თვალსაზრისით, რომ მომავალში მსგავსი მოვლენები არ ვიცით როგორ წარიმართება. მე ვიზიარებ ამ შეფასებას, რომ ეს არის ჩვენთვის ახალი და უჩვეულო რეალობა ნამდვილად, თუმცა არ ვეთანხმები მთლად მეორე ნაწილს. თქვენი კითხვის, რომ ეს არის რაღაცა არასტაბილურობის თუ რაღაცა უარყოფითი განცდების გამომწვევი. უარყოფითი გამოცდილება არ არის მოკლედ. ხო, ჩემთვის ეს არ არის უარყოფითი გამოცდილება, იმიტომ რომ არციასთვის არ არის, უბრალოდ ხო არ შეიძლება თქვა რომ ეს ვინმე ჩაუთვალო სახელმწიფო სისუსტეთ მაგალითად ამასაც. კი, როგორ არის ამაზე შეიძლება რა თქმა უნდა დისკუსია, ახლა ესე დეტალურად ალბათ
რაღაც გამოძიებას უნდა დაველოდოთ და ეს უნდა მოხდეს შეფასება ხო რაღაცა ქმედების, უკუქმედების და რეაქცია და მართლა ანუ ეს რაღაცა დეტალებში ახლა არ ჩავალ, უბრალოდ ზოგადად თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის როგორც მოქალაქისთვის, რომ ვიცოდე, რომ სახელმწიფო და მირჩევნია, რომ სახელმწიფო იყოს არათანაზომიერი, ასე ვთქვათ, ხო? და ვიდრე გადაჭარბებულად გამოიყენოს თავისი ძალა. ისე მომხდათ ჩვენ ვიყავით ძალიან ბევრი წლის განმავლობაში და რამაც ასე ვთქვათ ძალიან წარე გამოცდილება გვაქვს ჩვენ ამისი და ძალიან ცუდი გამოცდილება გვაქვს ამის. მაგრამ რა თქმა უნდა მე ვფიქრობ, რომ ეს შეიძლება იყოს გამოცდილება ხელისუფლებისთვისაც, რომ შემდეგში უფრო ეფექტურად და ეფექტიანად ასე ვთქვათ იმოქმედონ. მაგრამ თუმცა მე ამ შემთხვევაში ეს მე მოვისმინე შეფასებები, რომ ეს უნიათო სად იყო ხელისუფლება, გვიან გამოჩნდნენ, რაღაცა დროულად არ მქონდათ რეაგირება ამ ყველაფერზე, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჩვენთვის ამ ყველაფერში ჩანდა მაინც სიფრთხილე. და შესაძლოა უნიათობაც იყო ამ შემთხვევაში, მაგრამ მე მაინც მომეჩვენა, რომ ეს იყო ფრთხილი, ძალიან ფრთხილი დამოკიდებულება. ისევე და კიდევ ერთი უნდა ვთქვა, მედიის კონტექსტიდან გამომდინარე, ხო? ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე საიდან ვიღებთ ინფორმაციას, ხო? მე მთელი ღამის განმავლობაში არ მიდევნებია თვალი ყველა საინფორმაციო საშუალებისთვის, მაგრამ მაგალითად მივხვდი, რომ ზუსტად 5 წუთში უნდა გადავრცე რუსთავი 2-დან, იმიტომ რომ მივხვდი, რომ ეს იყო ძალიან მძაფრი დრამატიზება მოვლენების და ინფორმაციას მე ფაქტობრივად არ მქონდა იმის განცდა, რომ მივიღებდი ინფორმაციას. ამიტომ ვცდილობდი, რომ ინტერნეტ პლატფორმებიდან, თვითონ აჭარის ტელევიზიიდან და სხვა პირველი არხიდან თუნდაც საბედნიეროდ ბევრი პლატფორმაა დღეს. ხო, და შესაბამისად, ანუ ინფორმაციის ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ხო, ანუ საიდან იღებ ინფორმაციას და საიდან გამოგაქვს დასკვნები. რუსთავის მაყურებელი დარწმუნებული ვარ, სხვადასხვა გაკეთებდა, ასე ვთქვათ, არაკრიტიკული მაყურებელი რუსთავი 2-ის ამას გულისხმობ და სხვა მედია პლატფორმებიდან ვინც იღებდა ინფორმაციას, ის კიდე სხვადასხვამდე მივიდოდა. ამიტომ ამ შემთხვევაში ისე იგივე რამემდე მივდივართ, რომ მედია ქმნის რეალობას, ხო? და შესაბამისად ქმნის რეალობას არაკრიტიკულად განწყობილი მაყურებელი და უფრო მედია პროფესიონალი და ასე შემდეგ, ამას ხო კითხულობთ, ხო შესაბამისად, მაგრამ ჩვეულებრივი აუდიტორია, რომელიც უბრალოდ ცდილობს მიიღოს ინფორმაცია, ხო? მათთვის ნამდვილად ქმნის მედია რეალობას და ეს არის ხოლმე ძალიან სამწუხარო, ხო? და შეიძლება ეს იყოს ალბათ უფრო საფრთხის მატარებელი, თუმცა ეს პლურალიზმი, ასე ვთქვათ, მართლა არ არის რუსთავი 2, ხო, ერთადერთი შესაძლებელი ინფორმაციის საბედნიეროდ, ამიტომ ყველას შეუძლია, ასე ვთქვათ, როგორც ჩვენ გადარდე, ისე შეიძლება გადარდოს, ხო, საზოგადოებრივმა მაუწყებელმაც კარგად იმუშავა, იმეც პრობლემები ქონდა თავიდან. კი, სერიოზული, მაგრამ იყო პირველი არხი, აჭარის ტელევიზია მუშაობდა ძალიან კარგად. ამიტომ ხო, ეს მედიის შემადგენელი სხვათა შორის ძალიან საინტერესოა, მე აი ინტერნეტი ახსენე შენ და ისე კარგად ჩანდა ეს, ანუ პოლიტიკური ასე ვთქვათ, სიმპათიების მიხედვით, მიკერძოებულობა, კი მაგალითად ერთ სააგენტოს ასეთი სათაური ჰქონდა, რომ სპეცრაზმი დაიძრა დემონსტრანტებისაკენ სასწრაფოდ, ანუ სასწრაფოდ გასაგებია ჩვენ ვიყენებთ ხოლმე, მაგრამ ნუ დაიძრა, ანუ განცდა იმის, რომ აუცილებლად ის უნდა მოხდეს, რაც ხდებოდა ადრე. და ამ შემთხვევაში ხო მედია კი არ ასახავს რეალობას, ქმნის რეალობას, ხო? ანუ ამის მომსწრე ვიყავით, მაშინ როდესაც იგივე ეს ახლა შენ ამბობ ეს ბალანსდებოდა და მარტივი ფაქტით, რომ დაზარალებული 35 ადამიანიდან ზუსტად მახსოვს ციფრი, ნახევარი მაინც პოლიციელები იყვნენ, ხო? ანუ 15 პოლიციელი იყო დაზარალებულთა შორის და მათ შორის უფრო მძიმედ დაზარალებული პოლიციელები იყვნენ, ვიდრე და ყველაზე მძიმედ მდგომარეობაში, ანუ დაშავდა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, რომელსაც მე მგონი ოპერაცია ჭირდება. შორენა, შენთვის პოლიტიკური შემადგენელი, აი ხა მედიაზეც ვილაპარაკეთ და აქედან პრინციპში გამოჩნდა, რომ ქონდა ამას რაღაც პოლიტიკური შემადგენელი ამ პროცესებს უკვე გაშუქების პროცესშიც, მაგრამ აი თვითონ პოლიტიკოსების მონაწილეობის წილი რამხელა იყო შენი აზრით? იცი რა, შენთვის უკმაყოფილება იყო მართლაც, იყო კონკრეტული, ხო უმიზეზოდ მე არ მჯერა, რომ მსგავსი აქციებიან იწყება, ან ვითარდება, მაგრამ აი მერე უკვე
იცი რა თქმა უნდა ამაზე ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ უკვე შეფასებებით. ხო, ეხლა თავისთავად ის ფაქტი, რომ დემონსტრანტებს უცებ აღმოაჩნდათ უამრავი მოლოტოვის კოქტეილი და ტომრები ქვებით და ეს იყო აბსოლუტურად რაღაცნაირად ხო, მე მგონი საკამათოც არ არის, რომ ეს რაღაცა ორგანიზებული ხასიათი ქონდა უკვე შემდგომ. მე უკვე სოლიდარობა გამოუცხადეს დემონსტრანტებს ნაციონალური მოძრაობის სხვადასხვა რეგიონალურმა ოფისებმა, ხო? ასევე საგულისხმო იყო ის, რომ ნაციონალების თქვა უკვე ევროპული საქართველოსთვის ეს პედაგოგერიაში ეგრეთწოდებული გაემიჯნა თვითონ ასე ვთქვათ აი არ გამოუხატა სოლიდარობა ამ აქციისადმი, თუმცა რა თქმა უნდა მე ეს მაინც რა თქმა უნდა გამოიყენა როგორც კრიტიკის მასალა არსებული ხელისუფლების მიერ გასაჯებია და ბუნებრივია, როდესაც ოპოზიცია ამას ესე იზავდა, მაგრამ ესეც საგულისხმოა, რომ თქვათ აი ნაციონალების სხვადასხვა დანაყოფებმაც კი ვერ შეძლეს. ანუ ერთ-ერთი იყო მე მგონი ნაციონალური მოძრაობა, რომელიც ცალსახად ასე ვთქვათ ქონდა ის რიტორიკა, რაც ქონდა და ცალსახად უჭერდა მხარს ამ აქციას. მე მგონი სხვა ერთ-ერთმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ შეძლო ყოფილიყო სოლიდარული ამ აქციის მონაწილეების. სწორედ იმ ფაქტებიდან გამომდინარე, რაც ნახეთ ყველა. ასე ვთქვათ, რაც ნახეთ ყველამ, ხო. მაგრამ აი იცი რა, კიდე ერთი თემა, რომელიც შესაძლოა ირიბათ არის ამ თემასთან კავშირში, მაგრამ სულ მაღლობს მეც და ალბათ რა ვიცი, ბევრ ჩვენგანს, ხო? აი ეს როდესაც საუბარია სიტყვის თავისუფლებაზე და მედია პლურალიზმზე, ეს არ შეიძლება იყოს მექანიკური ეს პლურალიზმი და სიტყვის თავისუფლება არ არის მხოლოდ ხელისუფლების გავლენისგან თავისუფლება. ეს არაერთხელ გვითხავს და უკვე ბანალური რამეა, მაგრამ მაინც არ არის ბანალური, როგორც ჩანს, იმიტომ რომ თავსახად, ესე ვთქვათ, კონკრეტული მედია საშუალებების თავისუფალი სიტყვის ციტადელებად მონაცვლა იმდენად არაზუსტია იმის გამო, რომ შესაძლოა რომ ის იყოს თავისუფალი ხელისუფლების გავლენიდან, მაგრამ ის იყოს აბსოლუტურად დამოკიდებული პოლიტიკურ წავალზე ვინმეს პოლიტიკური ინტერესზე. ხო, აღარაფერს ვამბობ უკვე მათ შორის კომერციული ინტერესებზე. თავისუფალი სიტყვა ნიშნავს, რომ და ეს სტანდარტი აქვს სხვა შორის საზოგადოებრივ მაუწყებლად, ხო ზოგადად. რომ და ნებისმიერ მაუწყებელს, არა მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელს ეს თავის მანდატში უწერია და შესაძლოა კერძო ტელევიზიებს მისი მანდატი არ ქონდეს. თუმცა თუ საუბრობთ მაღალ მედიას სტანდარტებზე, ეს ვალდებულება, რომ შენ იყო თავისუფალი ნებისმიერი პოლიტიკური ინტერესისაგან და გავლენისგან, ისევე როგორც კომერციული გავლენისგან, რომ მაგალითად შენი პოტენციური რეკლამის დამკვეთნი შენი პარტნიორის მაგალითად თუ გაკეთებული მასალა შეძლო მისი გამოქვეყნება მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ამის გამო შენ დააკარგო სარეკლამო კონტრაქტი და შემოსავალი და სხვათა შორის მე მქონია არაერთი ესეთი შემთხვევა ლიბერალის ცხოვრებიდან, როდესაც რაღაცა კრიტიკული რაღაცა გამოქვეყნები არის, გამო ჩვენ დაგვიკარგია კონტრაქტი. ამიტომ თავისუფალი სიტყვა თავისთავად არის იმდენად ღირებული და უნივერსალური რამ, რომ არ შეიძლება ამის ასე ვთქვათ ესე მექანიკურად გამექანიკურება, ისევე როგორც არ შეიძლება მედია პლურალიზმის გამექანიკურება, რომ იცი რა, თუ იქნება ერთი ტელეკომპანია, ერთი კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის სამსახურში, მეორე ჯგუფის სამსახურში, მესამე ჩვენ ამისგან თურმე კარგს ვერაფერს ვერ მივიღებთ, ხო? კარგს ვერაფერს ვერ მივიღებთ. ეს უკვე არის შეჯიბრება პიარში, ხო? ვინ უფრო პიარს გააკეთებს და ვინ უფრო მოიპოვებს გავლენას ამ მედია ასე ვთქვათ ამ საზოგადოებრივ აზრზე. შესაბამისად, ხო, აი ისევ და ისევ ვიდივართ იმ თუ მედიის პასუხისმგებლობა იყო ძალიან დიდი ამ მოვლენებში და არის როგორც ყოველთვის კრიტიკულ აი ეს სიტუაციებში, ხო და მით უფრო მნიშვნელოვანია ინფორმაციის სიზუსტე, დაბალანსებული ინფორმაცია, არააჟიტირებული ინფორმაცია და ასე შემდეგ. სხვათა შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო მიმდინარე მოვლენების დროსაც, რათა რამდენიმე კვირის წინ მახსოვს, რომ ესეთი Facebook პოლემიკა მქონდა ერთ-ერთ ონლაინ პლატფორმასთან, უბრალოდ არ ვიცი რამდენად დღის ამის სკოლკო დასახელება, მაგრამ მათ ჰქონდათ გამოტანილი სათაური, რომელიც იყო აი ჩემთვის, რა თქმა უნდა, ჩემი სუბიექტური შეფასებით, თუმცა მე მგონია რომ მე ავხსენე ეს რომ რატო იყო ესე ძალიან ესეთი მანიპულაციის შესანიშნავი მაგალითი იყო, როგორ შეიძლება ასე იგი არაზუსტი სათაურით აბსოლუტურად მისცე სხვა ელფერი პროცესებს და არ ასახო ის რეალობა, რაც სამსხვაში იყო. და არაერთი მაგალითი და არაერთი არგუმენტი დაიდო, თქვათ, ამის გასამყარებლად, ხო? განსაკუთრებით, როდესაც თემა არის დამუხტული, ხო, ან თემის ირგვლივ არ არის ერთგვაროვანი აზრი, ამ მოდი ჩავთავოთ, რომ რაღაცა კრიტიკულ ესეთ მომენტებში მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ
მედიამ შეინარჩუნოს ცივი თავი, ცივი გონება. გულგრილობა. არა, პროცესი. გულგრილობა, სიგრილე, უпростоრად გულგრილობა არა. სიგრილე პროცესების მიმართ გეთანხმებით. სიგრილე პროცესების მიმართ, იმიტომ რომ ყოველთვის არსებობს გარკვეული კონიუნქტურა, რომელიც ახდენს ზეწოლაშენ და ეს შეიძლება სულაც არ იყოს. შენი გამოცდილებით ბევრად უფრო ძიმია შენი კოლეგების ან ეგ ასე ვთქვათ მედია სივრცეში არსებული რაღაცა ტიპის კონიუნქტურების წინააღმდეგ წასვლა, ვიდრე იმიტომ რომ ყოველთვის მოდაშია ხელისუფლების კონტრაში ყოფნა, ხო? ხელისუფლების კრიტიკა ეს მედიისთვის ყოველთვის რაღაც თვალსაზრისით კომფორტულია. ხო, ყველა ვარიანტი კაი ტიპი ხარ თუ შენ ასე ვთქვათ პარლამენტური ოპოზიციურ განწყობილი ხელისუფლებისთან ეს უნდა იყოს, მაგრამ ყოველთვის უფრო რთულია ხოლმე კოლეგების და ესეთი რაღაცა გაბატონებული კონიუნქტურის წინააღმდეგ წასვლა და ძალიან უჭირთ მათ შორის ჟურნალისტებს, იმიტომ რომ იციან რომ როგორც კი წავლენ დინების საწინააღმდეგოს შესაძლოა შორენა კლასიკური მაგალითი იყო რუსთავი ორის ხარდასაჭერი განცხადება, რომელსაც მე ვნახე ხელმოწერა ადამიანების, რომელთა ხელმოწერასაც იქ არ ველოდი. მე რა თქმა უნდა ამას ხელს არ მოვაწერდი, კი, ეს იყო კლასიკური მაგალითი აი ამ რყევების და ამ ჩვენი კოლეგების, ასე ვთქვათ, ისინი რაღაც ყარნიადაგზე არ დგანან, მე ასეთი განცდა მაქვს, იმიტომ რომ ჟურნალისტიკა ეს ერთია და ღირებულებები კიდე სხვა ადამიანურიც. ამიტომ ისე კარგად გამოჩნდა, ასე ვთქვათ, ამ განცხადებაში იყო თვალსაჩინო. აი ეს კონიუნქტურისთვის ხო ანგარიშის გაწევა. შორენა, დიდი მადლობა. ხო არ ქონდა რამე სათქმელი კიდე. არა, მეც მინდოდა რომ უბრალოდ მეთქვა რომ ეს მართლაც ძალიან კარგი მაგალითი იყო, როდესაც ამ შემთხვევაში უმრავლესობა ხო, ანუ ამ შემთხვევაში უმრავლესობა იყო ასე ვთქვათ იქ ხელმომწერების და ძალიან უმცირესობაში და ალბათ კანტიკონდი იყვნენ ის ადამიანები, რომელსაც გაბედეს და ხელი არ მოაწერეს აი ამ. კი, ჩემთვის მაგალითად არავის არ უთხოვი, ალბათ ვერც გამიბედავდნენ. არა, იმიტომ რომ ვისაც უნდა იარსებოს, ასე ვთქვათ თუ კანონიერად არის იყოს, მე არ მაქვს პრეტენზია, მაგრამ ასე ვთქვათ იმის უფლებაც მაქვს, რომ რაღაც ჩემთვის იყოს აბსოლუტურად მიუღებელი და რაღაცას არ თვლიდე თავისუფალ მედიად. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ეს იყო გადაცემა ორშაბათი. მიმყავდა მე თეონა გეგელია ჟურნალისტ. ჩვენ ვაპარაკობდით ბათუმის მოვლენებზე ჩემს კოლეგებთან იან თაძესთან და შორენა შავერდაშვილთან ერთად. მე გემშვიდობებით მადლობა ყურადღებისთვის და მომავალ ორშაბათს შევხვდებით. ორშაბათი თეონა გეგელიასთან ერთად რადიო იმედის პირდაპირ ეთერში.